მოგესალმებით ჩემო გამომწერებო. მე ვარ მაია, ინგლისური ენის მასწავლებელი. დღეს ვისაუბრებ თემაზე, რომელსაც ქვია direct method, ანუ პირდაპირი მეთოდი. რაც ეხება სწავლას. ანუ დღევანდელი ჩემი ვიდეო ძირითადად დაკომპლექტებული იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც არიან მასწავლებლები, ან აპირებენ რომ იყვნენ მასწავლებლები, ასევე რეპეტიტორებისთვის. რა არის direct method და რა დროს გამოიყენება ის? Direct method ეს არის პირდაპირი სწავლების მეთოდი, რომელსაც გამოყენების სხვადასხვა სტრატეგიები აქვს. მოდი განვიხილოთ, რა სტრატეგიები აქვს მოცემულ მეთოდს. პირდაპირი სწავლების მეთოდს, ანუ direct methods, გამოვიყენებთ ისეთ ბავშვებთან, რომლებიც პირველად სწავლობენ მოცემულ ენას და ჯერ არ გავუგვიათ არსად. ეს მეთოდი გამოიყენება ასევე ისეთ ბავშვებთანაც, რომლებმაც მაგალითად არ იციან ქართული და შენ იძულებული ხარ, რომ აუხსნა ყველაფერი ინგლისურად. როგორი მეთოდია ეს? აი მაგალითად, მოდი ახლა ყველაფერი ჩავშალოთ, რა თქმა უნდა, სულ ყველაფერს მოცემულ მეთოდთან დაკავშირებით ვერ ჩავშლით, იმიტომ რომ ვიდეო ძალიან გრძელი გამოვა და მოსაწყენი, მაგრამ გარკვეულწილად მოდი ვისაუბროთ, აი მოკლედ მაინც ავხსნათ და რაღაცა წარმოდგენა რო შეგვექმნას ჩვენ მასწავლებლებს, რა არის direct method. მაგალითად, როგორ შეიძლება ავხსნათ ბავშვს, რომელსაც გვინდა რომ გავაგებინოთ, რომ ეს არის მაგალითად საფანქრე ყუთი. ბავშვს, რომელიც ჩვენ გვისმენს, ვეუბნებით რომ რომელიც ჩვენ გვისმენს, ის ელის ჩვენგან ყოველთვის, რომ იქნება ინგლისური სიტყვა და უნდა ისწავლოს ის პირდაპირ ინგლისურად, არანაირი ქართული გამოყენებით, ხო? მაგალითად, ავიღებთ საფანქრე ყუთს და ვაჩვენებთ, რომ this is a pencil case. ის ავტომატურად, როგორც კი ვიზუალურ თვალით ხედავს ბავშვი, ავტომატურად იმახსოვრებს. ძალიან კარგი მეთოდია კიდე ვიდეოების ჩვენება, მარტივი ვიდეოების ჩვენება, ასევე მარტივი მუსიკების მოსმენა, სადაც აუცილებლად უნდა ამღეროთ. მუსიკის მოსმენაც ძალიან კარგი იქნება, თუ ვიზუალურად იქნება ეს მუსიკა ნაჩვენები და ბავშვი შეძლებს რომ დაინახოს რა ხდება, რა ექშენი ხდება. კარგი არის ასეთი რაღაცა. აი მაგალითად, როგორ ვაჩვენოთ, რას ნიშნავს კითხვა. ანუ დავიჭერთ წიგნს და ვაჩვენებთ, რომ I am reading. მე ვკითხულობ ახლა. რას ნიშნავს მაგალითად sit down, stand up. ამას უკვე action-ში გადაიტან, ანუ გააკეთებინებ აქტივობას. იმისთვის რომ direct speech მეთოდი, ზოგადად სხვადასხვა ტიპის მეთოდები კარგად იყოს დამკვიდრებული და გამოყენებული, არა მარტო საჭიროა ის, რომ თქვათ მასწავლებელმა კარგად იცოდეს ენა, არამედ საჭიროა ის, რომ გქონდეს საჭირო რესურსი, რომელიც ხშირ შემთხვევაში გამოდის ისე, რომ ახლა მე ვარ საჯარო სკოლის მასწავლებელი და არ გვაქვს ეს რესურსი სამწუხაროდ. სრული რესურსი აუცილებელია. ანუ აუცილებელია რაც შეიძლება მეტი რესურსის ჩვენება ბავშვისთვის, რომ აითვისოს ენა. ამისთვის კი საჭიროა რომ ჩვენ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი. იმედია direct მეთოდი სწორად და კარგად აგიხსენით, რას ნიშნავს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს შეიძლება იყოს სურათების ჩვენება და რა თქმა უნდა მაქსიმალურად ინგლისური ენის გამოყენება. This is an apple, this is a table, this is an umbrella. ანუ თქვათ ქოლგას ვაჩვენებთ და ეს არის umbrella და ასე შემდგომ. ასევე კარგია მოქმედებები, sit down, stand up, run, maybe sleep. მაგალითად, what is sleep? აჩვენებთ და თავისთავად ის იმეორებს. კარგი არის ვიდეოების ჩვენება, კარგი არის სიმღერა და ასე შემდეგ. მადლობა ყურადღებისთვის. მეტი საინტერესო ვიდეოსთვის გამოიწეროთ და აუცილებლად, როგორც ვიცით, ჩემი არხი, გამოიწეროთ ჩემი გვერდები და თუ კი რაიმე სხვა ინფორმაცია გაინტერესებთ, შეგიძლიათ დამიკომენტაროთ, რა თემაზეც გიცურთ საუბარი, აუცილებლად განვიხილავ შემდეგ ვიდეოებში. არის ძალიან ბევრი კარგი ვიდეო ატვირთული ჩემს გვერდზე, შეგიძლიათ უკან გადახვიდეთ და მოიცოთ ინფორმაცია, გაიგოთ მეტი სიახლეები ენის შესახებ. ენა ხომუდმივად ვითარდება და მუდმივად განიცდის ცვალებადობას, განსაკუთრებით ინგლისური ენა, რომელიც არის საერთაშორისო ენა. მადლობა კიდევ ერთხელ ყურადღებისთვის.